პირველი რასაც მოსწავლეებს ვეუბნები თუ მოგივიდათ ისე რომ ტოტი მოგიტყდათ, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. ვამბობთ უის და ვაგრძელებთ მუშაობას. რატომ უნდა ვისწავლო ბონსაის შექმნა დღეს, როცა ყველაფერი ჩქარობს? პირველი პასუხი ეს არის იმშვიდეთ, და ძალიან ბევრი მოსწავლეც აღნიშნავს, რომ აქ მოდიან განსაკუთრებით ფორმირების პროცესში, როცა მავთულს ახვევენ ან კრიჭავენ მცენარეს, საკმაოდ ასე ვთქვათ სიტყვა რო ვიხმაროთ, უცხოური რელაქსაცია ემართებათ, ამიტომ სიმშვიდე რა, პირველ რიგში სიმშვიდე. არსებობს თუ არა ბონსაის სამყაროში ისეთი მითი, რომელიც კურსის პირველივე გაკვეთილზე დაიმსხვრევა? თუ ადამიანი მომზადებული არ მოსულა და არ იცის რა არის ბონსაი, რა თქმა უნდა იმსხვრევა, პირველი ის რომ მალე გააკეთებს ბონსაის, მაგალითად, რომ 2 თვის კურსების შემდეგ ეგრევე შეძლებს რაღაცა ღირებულის გაკეთებას. ეს მითი ხშირად მისხვრევა ხოლმე. რას ურჩევდით იმ ადამიანს, რომელიც ახლა ფიქრობს ბონსაის კურსების გავლას? ხო, პირველ რიგში ყოველთვის ესეთი ისა მაქვს, რადგან კურსები ორთვიანია, ყოველთვის ვცდილობ უთხრა, რომ ამ 2 თვის განმავლობაში არ დაგეგმოთ, სადმე წასვლა, რაღაცა ღონისძიებების მოწყობა, უბრალოდ პირველ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბონსაის სჭირდება დროის დათმობა.